ეს არის ჩვეულებრივი ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც აბინძურებს რიონს, აბინძურებს ჰაერს და წამლავს ქუთაისის მცხოვრებლებს. ჩვენ ახლა ვართ ნიკიაზე, ქუთაისის საცხოვრებელი სახლებიდან 9 კილომეტრში და შეგიძლიათ თავად ნახოთ რა მდგომარეობაა. აქ დაგროვილი ნარჩენების დამუშავება არ ხდება. ნაგავსაყრელი არ არის იზოლირებული და არ აქვს დამცავი ფენები. კადრით ფიზიკურად ვერ გადმოგცემთ აქ როგორი სუნი დგას და ეს სუნი აღწევს ქალაქამდეც. ჩნდება ლოგიკური კითხვა. ვითომ გამონაბოლქვის შესამცირებლად მთელ ქვეყანას მანქანების ჩამოყვანა რომ აუკრძალეს. Აი ამ ნაგავსაყრელიდან ქალაქის ეკოსისტემა რომ ბინძურდება და იწამლება. ბუნებაზე მზრუნველი რეჟიმი რატომ არაფერს აკეთებს? ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წყლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე. ჰაერის სისუფთავეზე. ეს ადგილი არის ქუთაისის მიმართ ივანიშვილის რეჟიმის 14 წლიანი მმართველობის პოლიტიკის სიმბოლო. არჩევნების წინ ვითომ ხალხს რაღაცას გაუკეთებენ. სინამდვილეში იქაც მილიონებს იჯიბავენ და ამ დროს ამდენი წელია ასე წამლავენ და აბინძურებენ ქალაქს. და მერე ამბობენ ჩვენ რა შუაში ვართ ქალაქი კატასტროფული ტემპით რომ იცლებაო. სანამ ეს რეჟიმი არ შეიცვლება, ქუთაისის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება. შემოგვიერთდით ფედერალისტებს, რომ ერთად შევცვალოთ რეჟიმი, რომელიც ქუთაისის განადგურების ხარჯზე მდიდრდება და ერთად ვაქციოთ ქუთაისი ძლიერ ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად.